განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენს წინა საუბარში შევეხეთ ერთ-ერთი უადრესი აპოლოგეტის არისტიდეს აპოლოგიას და აგრეთვე წამოვჭერით ის საკითხიც, რაც აღნიშნულ აპოლოგიას ორგანულად უკავშირდება. ეს გახლავთ, როგორც უკვე შეფასებაც მივეცით, შუა საუკუნეების საეკლესიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული ძეგლი ბალავარიანი ანდა სიბრძნე ბალავარისა. ჩვენ თვლით თავს ვალდებულად, რომ ამ ძეგლის შესახებ დაწვრილებითი საუბარი გქონდეს, რამდენადაც იგი, ესე იგი ეს თხზულება, უაღრესად მჭიდროდ უკავშირდება ძველ ქართულ საეკლესიო ლიტერატურასაც. რა თქმა უნდა, მსმენელისთვის დიდი მოღვაწენი, კონკრეტულად ბალავარი, მისგან მოქცეული იოდასაფი ცნობილია, მათ მოღვაწეობასთან დაკავშირებით საგალობლებია, ისინი კანონიზებული წმინდანები არიან, მაგრამ შესაძლოა ყველასთვის ცნობილი არ იყოს, თუ როგორ მოხდა ამ პირთა კანონიზება და რა ძეგლია ის ძეგლი, რა ისტორიის მქონეა ის ძეგლი, რომელიც მათ შესახებ ჩვენ გვაუწყებს. ბალავარიანი, რა თქმა უნდა, ზოგადად ცნობილია, მაგრამ ეს ძეგლი გახლავთ უაღრესად რთული ისტორიის მქონე და ეს რთული ისტორია ეხება არა მხოლოდ საკუთრივ ძეგლის ისტორიას, არამედ არანაკლებ რთული გახლავთ ამ ძეგლის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის ისტორიაც, ურთიერთმიმართებაც სხვადასხვა თვალსაზრისებისა და დღესაც და დღემდე განსხვავებანი შეხედულებებისა და მკვეთრი განსხვავებანი სამწუხაროდ კვლავაც სახეზეა. რა იგულისხმება აქ უპირველეს ყოვლისა და რით არის ამ შემთხვევაში ჩვენთვის რადიო საუბრებში ამ ძეგლის განხილვა მნიშვნელოვანი? მნიშვნელობა აღნიშნული თხზულებისა და ის პოპულარობა, რაზეც უკვე ხაზი გავუსვით, შუა საუკუნეებში რაც ჰქონდა ამ ძეგლს და დღესაც რა თქმა უნდა იგივე პოპულარობა შენარჩუნებული აქვს, ეს ყოველივე ძეგლის ტექსტობრივ ისტორიას მეტი ყურადღებით შეგვასწავლინებს, მეტი ყურადღებით გაგვადევნებინებს თვალს იმ რთულ პროცესზე, რასაც ბალავარიანის, როგორც საეკლესიო საღვთისმეტყველო ლიტერატურული ძეგლის საღვთისმეტყველო ლიტერატურული ისტორია ეწოდება. მრავალი გამოკვლევა შექმნილა ამასთან დაკავშირებით, ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაშიც არაერთგზის განხილულა ცალკეული ასპექტები ბალავარიანისა, განხილულა თუნდაც იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ეს ძეგლი ძველი ქართული უბწყინვალესი თარგმანით ჩვენამდე მოღწეული გახლავთ და არა მხოლოდ ძველი ქართული თარგმანია ჩვენამდე მოღწეული ბალავარიანისა, არამედ არსებული ძველი ქართული თარგმანის შემოკლებული რედაქცია და როგორც სავსებით დამაჯერებლად არის სპეციალურ ლიტერატურაში ეს გამოკვლეული და არგუმენტირებული, ამგვარი რედაქტირება, ესე იგი შემოკლებული რედაქციის შედგენა ბალავარიანისა საკუთრივ ქართულ ნიადაგზე უნდა მომხდარიყო. ესე იგი სხვაენოვანი ტექსტები ბალავარიანისა ამგვარ რედაქციას არ იცნობს. პროცესი ასე უნდა წარმოვიდგინოთ, როდესაც ბალავარიანი ქართულად ითარგმნა დაახლოებით მე-9 საუკუნეში, მე-9 საუკუნის დამდეგს, ჩვენ ამაზე მოგვიანებით ალბათ ორიოდე სიტყვით კვლავ ვისაუბრებთ, როდესაც ესე იგი მე-9 საუკუნის დამდეგს ბალავარიანი ქართულად ითარგმნა და ის საკმაოდ მოცულობითი ძეგლი გახლავთ, ვისაც უნახავს სრული გამოცემა ამ თხზულებისა, ილია აბულაძის მიერ შესრულებული ერთ-ერთი შესანიშნავი პუბლიკაცია აღნიშნული მეცნიერის მრავალ სხვა პუბლიკაციასთან ერთად, ბალავარიანის პუბლიკაცია გახლავთ და გამოკვლევა უბწყინვალესი ბატონი ილია აბულაძისა. ეს გამოცემა, ვისაც უნახავს, მისთვის ადვილი წარმოსადგენია თუ რა საკმაოდ შთამბეჭდავი და სოლიდური მოცულობისა ყოფილა ეს ძეგლი. ჩვენ ამ მომენტს ხაზს უსვამთ იმის გამო, რომ განვმარტოთ და თვალსაჩინო გავხადოთ, თუ რატომ გახდა აუცილებელი მისი რედაქტირება შემოკლებისკენ, შემოკლებული რედაქციის შექმნა. ეს გახდა იმიტომ აუცილებელი, რომ ეკლესიაში საკითხავად ასეთი ვრცელი ძეგლი ნაკლებად მოსახერხებელი იქნებოდა. ძველად ეს თითქმის მიღებული წესი იყო, რომ ამა თუ იმ წმინდანის ხსენების ჟამს, რომელ დღესაც მისი ხსენება აღესრულებოდა, რა თქმა უნდა იკითხებოდა ან სვინაქსარული, ან თავდაპირველი კიმენური, ან ზოგ შემთხვევაში მეტაფრასული აღწერილობა ხსენებული წმინდანის ცხოვრებისა, ან მარტვილობისა. და თავისთავად ცხადია, როდესაც იოდასაფისა და ბალავარის ხსენება დაკანონდა, მათი ხსენების დღეს ასევე ამ პირთა მოღვაწეობის ამსახველი ძეგლი უნდა წაკითხულიყო. ვრცელი რედაქციები
საერთოდ ასეთ ხსენებათა ჟამს ძნელად იკითხებოდა. ადრეულ პერიოდში ეკლესიის ისტორიისა კიდევ უფრო შესაძლებელი იყო, რომ ცხოვრება, აღწერილობა ამა თუ იმ წმინდანის სახელთან დაკავშირებით თითქმის მთლიანად წაკითხულიყო, რადგანაც ლიტურგიკული განგება ისე რთული და მრავალკომპონენტიანი და რიცხმრავალი საგალობლებით შევსებული ჯერ კიდევ არ გახდათ. საეკლესიო ისტორია ამ ნიშნითაც ხასიათდება მრავალ სხვა ნიშანთან ერთად, რომ რაც ეპოქალური ხნოვანება ქრისტიანობის ამ ქვეყნიური ისტორიისა მატულობს, რა თქმა უნდა, ჰეორტოლოგიური წელიწადიც, ანუ საეკლესიო დღესასწაულთა საწელიწადო ციკლიც უფრო და უფრო ივსება ახალ-ახალი ლიტურგიკული ელემენტებით. ძველი ნარჩუნდება და ივსება ახალით. ძველი შენარჩუნება გულისხმობს იმას, რომ ეკლესიაში ყოველთვის პირველ რიგში აუცილებლად საკითხავები საღვთო წერილიდან, აქაც პირველ რიგში სახარებიდან და ფსალმუნთაგან და ფსალმუნური ნაწილი ლიტურგიკისა ყოველთვის იყო და ყოველთვის არის ერთ-ერთი ძირითადი, მაგრამ თანდათანობით ამ უმნიშვნელოვანეს ბაზის დაემატა და ჩვენ ამაზე ნაწილობრივ ვიმსჯელეთ, როდესაც ლიტურგიკული ძეგლების და ლიტურგიკული ჟანრის განხილვას შევეცადეთ, მაგრამ ამჯერად უბრალოდ ხაზს გავუსვამთ ერთ-ერთ მომენტს აღნიშნულ ჟანრთან დაკავშირებით, რომ ლიტურგიკული ჟანრი შევსებადია. სხვა ჟანრებიც თავისთავად ხადია, მაგრამ ამ ჟანრის თავისებურება ის გახლავთ, რომ ეს შევსებადობა ლიტურგიაშიც უნდა აისახოს, ღვთისმსახურებაში უნდა აისახოს. დაუშვათ, როდესაც ახალ-ახალი ეგზეგეტიკური შრომები იქმნება ეკლესიის ისტორიაში, ისინი მსახურების ჟამს არ იკითხება ამბიონიდან თავისთავად ხადია და ლიტურგიკულ პროცესს არც ართულებს და არც ამარტივებს, იმიტომ რომ ლიტურგიკულ პროცესთან უშუალო კავშირი მას არ აქვს. ისე როგორც ზოგიერთი სხვა ჟანრი, თუნდაც ასკეტური სწავლებანი იყოს და ასე შემდეგ. მაგრამ ისეთი ძეგლები, როგორებიცაა საგალობლები, ამა თუ იმ წმინდანის ან ამა თუ იმ სიწმინდის, ამა თუ იმ დღესასწაულის პატივად დაწერილნი, აი ამგვარი საგალობლები, ლოცვებიც აგრეთვე, რა თქმა უნდა, ლოცვითი ნაწილიც თანდათანობით უფრო და უფრო მეტი და მეტი იქმნება ეკლესიის მამათაგან. ჩვენ ადრეც აღნიშნავთ, რომ თუნდაც ერთ-ერთი ჰიმნოგრაფი რომ ავიღოთ იოსებ მგალობელი, მე-9 საუკუნის ბიზანტიელი მოღვაწე, როგორც არის ცნობა მის შესახებ, ის 1000 საგალობლის ავტორია. რა თქმა უნდა, საგალობელი იმ მიზანდასახულობით იწერება, რომ ის ნაგალობები იყოს, უნდა იგალობებოდეს. პირველადი დანიშნულება ესაა საგალობისა. ტექსტობრივადაც საყურადღებოა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჰიმნოგრაფიული ტექსტი და ჩვენ ვიზუალურადაც შეგვიძლია მას გავეცნოთ, მაგრამ ესაა მხოლოდ მეორე ხარისხოვანი, მესამე ხარისხოვანი მნიშვნელობა აღნიშნული ტექსტისა. პირველადი მნიშვნელობა ყველა ჰიმნოგრაფიული ტექსტისა ესაა, რა თქმა უნდა, ღვთისმსახურებაში მისი ჩართვა გალობის სახით. მაგრამ, როდესაც ამ გალობათა რიცხვი მნიშვნელოვანი ხდება და უკვე ერთი წმინდანის ხსენებას მრავალი საგალობელი ამშვენებს, ყველა მათგანის გალობა უკვე შეუძლებელი ხდება, რადგანაც გალობითი ნაწილი ლიტურგიას, ღვთისმსახურებას უაღრესად განავრცობს და ღვთისმსახურებასაც, რა თქმა უნდა, თავისი აუცილებელი საზღვრები აქვს, უზომოება ყოველთვის დაგმობილია ეკლესიისგან, რადგანაც ვერც მრევლი და ვერც თვით ღვთისმსახურნი უკვე სარგებელს ვეღარ მიიგებენ ასეთი უზომოდ გახანგრძლივებული მსახურებისგან და მექანიკურ პროცესად წარმოჩნდება მათი სულიერი აღქმის წინაშე. ამიტომ ეკლესიურ ტრადიციაში ყოველთვის იყო რეგლამენტირება და მკაცრი რეგლამენტირება ყოველგვარი საღვთისმსახურო პროცესისა და წმინდანების ხსენებასთან დაკავშირებითაც იგივე ითქმის. როდესაც ამგვარი ლიტურგიკული მასალა ჯერ კიდევ უსაზომოდ გავრცობილი არ იყო, როგორც ეს გვიანდელ საუკუნეებში არის სახეზე, შესაძლებელი იყო, რომ ლიტურგიკულ რეგლამენტს თავის თავში დაეტია ამა თუ იმ წმინდანის სახელზე დაწერილი თუნდაც ვრცელი ცხოვრების მთლიანი წაკითხვა. მაგრამ როდესაც უკვე მრავალი ჰიმნოგრაფიული, მრავალი ევქოლოგიური ელემენტით შეივსო ღვთისმსახურება და გაფართოვდა, უკვე მთლიანი ცხოვრების წაკითხვა რეგლამენტის შეზღუდულობიდან გამომდინარე და რეგლამენტის კანონიკურობიდან გამომდინარე შეუძლებელი გახდა. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ მეტაფრასული და ხშირ შემთხვევაში ვრცელი კიმენური აღწერილობანიც დაექვემდებარა მაქსიმალურ შემოკლებას, რომ ამა თუ იმ წმინდანის შესახებ აუცილებლად ეკლესიაში უნდა მრევლის წინაშე მცირედი სიტყვით მაინც მისი ღვაწლის წარმოჩენა უნდა ყოფილიყო. ეს ღვაწლის წარმოჩენა წერილობით არსებული აღწერილობის საფუძველზე ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ რამდენადაც ეს აღწერილობა კვლავ აღნიშნავთ, ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ვრცელი იყო, ზოგჯერ კი ძალიან ვრცელი, თუნდაც გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება გავიხსენოთ, მთელი ტექსტის წაკითხვა შეუძლებელი გახდათ და შესაბამისად დგებოდა
მოკლე ან და ძალიან მოკლე რედაქციები ამა თუ იმ ვრცელი ჰაგიოგრაფიული აღწერილობისა. აი ამგვარი ვითარება, როდესაც აშკარად ლიტურგიკული მიზანდასახულობიდან გამომდინარეობს და ეს ყველა სხვა შემთხვევაში, ესე იგი სხვა ჰაგიოგრაფიულ და ამა თუ იმ წმინდანის სახელთან დაკავშირებულ ძეგლში ასეთია, რომ სვინაქსარული და შემოკლებული რედაქციები სწორედ ლიტურგიკული მიზანდასახულობით კეთდებოდა, რეჭვი არ არის, რომ იგივე მიზანდასახულობა იყო სახელმძღვანელო, როდესაც ბალავარიანის ძველი ქართული ვრცელი თარგმანის მოკლე რედაქცია შეიქმნა. როდესაც ვამბობთ, რომ ეს მოკლე რედაქცია უშუალოდ ქართულ ნიადაგზე არის განხორციელებული, აქ ასეთი არგუმენტია, რა თქმა უნდა, ქართულად მრავალი წმინდანის სახელთან დაკავშირებით ჩვენ მოგვეპოვება როგორც ვრცელი, ასევე მოკლე რედაქციები, მაგრამ როგორც თავის მხრივ ვრცელია თარგმანი სხვა ენიდან, ძირითადად არსებითად ბერძნული ენიდან, ასევე მოკლე რედაქციებიც დამოუკიდებელი თარგმანები გახლავთ იმავე ბერძნული ენიდან, იმიტომ რომ ეს მოკლე რედაქციები სწორედ იმ ბერძნულ ენაზე გაკეთდა და იქედან ითარგმნა ქართულად. რაც შეეხება ბალავარიანს, იქ ამ ძეგლთან დაკავშირებით ეს მოვლენა სხვაგვარად იმიტომ დგას, რომ ბერძნულად ჩვენ არავითარი მოკლე რედაქცია არ მოგვეპოვება და მეტიც საკუთრივ ბერძნულ ენაზე ბალავარიანის ამ ტექსტის გამოჩენა გვიანდელია ქართულ თარგმანზე, ესე ქართულ ენოვან საეკლესიო მწერლობაში ბალავარიანი გაცილებით ადრე ჩნდება, ვიდრე ბერძნულ ენოვან სამყაროში და შემდეგ ბერძნულ და ლათინურ ენოვან სამყაროში. შესაბამისად, არათუ ის ვრცელი ტექსტი ბალავარიანის რაც ქართულად ითარგმნა მე-9 საუკუნის დამდეგს, არამედ მოკლე რედაქციაც ქართულად არსებული ხნოვანებით წინ უსწრებს ბერძნულ ენაზე საერთოდ ბალავარიანის ნებისმიერი სახის ტექსტის გაჩენას. ბერძნულში ბალავარიანი ჩნდება მე-10 საუკუნის მიწურულიდან, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით მე-11 საუკუნის დამდეგიდან, მაშინ როცა ქართული მოკლე რედაქცია ბალავარიანისა მე-10 საუკუნის დამდეგით თარიღდება, ან და მე-9 საუკუნეების მიჯნით, ასე შეგვეძლო დაგვეთარიღებინა. ამრიგად, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ მოკლე რედაქცია ბალავარიანისა სხვა ენიდან, ამ შემთხვევაში ბერძნული ენიდან არის თარგმნილი. და რამდენადაც ჰაგიოგრაფიული ძეგლების შემოკლებანი და მოკლე რედაქციების შექმნა სწორედ ბერძნულ ენაზე ხდებოდა, შესაბამისად ჩვენ არც იმის თქმა შეგვიძლია, რომ ქართულად არსებული ბალავარიანის მოკლე რედაქცია, თქვათ ბერძნულიდან არ არის, მაგრამ შეიძლება რომელიმე სხვა ენიდან იყოს თარგმნილი, თუნდაც იმ ენიდან, საიდანაც ის ვრცელი რედაქცია ითარგმნა ბალავარიანისა. ესეც არ შეგვიძლია ვთქვათ, კვლავ გავიმეორებთ, იმიტომ რომ არც ერთ სხვა ენაზე დამოუკიდებლად აი ასეთი მასშტაბური პროცესი, ჰაგიოგრაფიული ძეგლების ვრცელ აღწერილობათა მოკლე რედაქციებამდე დაყვანა და ამ მოკლე რედაქციების ჩამოყალიბება სხვა ენებზე არც ერთზე არ ხდებოდა გარდა ბერძნულისა და ქართულადაც მხოლოდ ბერძნულიდან ითარგმნებოდა. რამდენადაც ბალავარიანთან დაკავშირებით ეს ვითარება გამორიცხულია, კვლავ აღნიშნავთ, გამომდინარე იქიდან, რომ ბერძნულად იმ დროს, როდესაც ქართული მოკლე რედაქცია უკვე შემუშავებული იყო, ბალავარიანის საერთოდ არ არსებობდა, უკვე და სხვა ენებზეც ამგვარი პროცესი შემოკლებების არ ხდებოდა, რჩება ერთადერთი აზრი, რომ ეს შემოკლება ტექსტისა საკუთრივ ქართულ ნიადაგზეა შესრულებული, მსგავსი მოვლენები ქართულ საეკლესიო ისტორიაში სახეზეა და თვით ამ მოკლე რედაქციის მიმართება ვრცელთან, ესე იგი ამ ორი ქართული რედაქციის ერთი მეორესთან მიმართება აშკარად ცხადყოფს, რომ მეორე, ესე იგი მოკლე რედაქცია გამოკრებილია პირველისგან, ანუ ვრცელისგან, სწორედ იმ ძველი ქართული თარგმანისგან და დამოუკიდებელი თარგმანი არ არის. ამას ცხადყოფს ის გარემოება, რომ მოკლე რედაქცია თანმხვედრ ადგილებში ვრცელ რედაქციასთან სიტყვასიტყვით ეთანხმება მას. ესე იგი მისგან მომდინარეობს და ქართველი ავტორისგან ეს ვრცელი რედაქცია, ქართული თარგმანი აღებულია სამუშაო ტექსტად და შემოკლებულია იგი ლიტურგიკული მიზანდასახულობით. ასე რომ ქართულად ორი რედაქცია არსებობდა, კვლავ აღნიშნავთ, ვრცელი და მოკლე და საკითხი სწორედ ამასთან დაკავშირებით წამოიჭრება და ეს საკითხი არ გახლავთ მხოლოდ ქართული საეკლესიო ფილოლოგიის პრობლემა, ესაა ზოგადად ბიზანტინისტიკის, საეკლესიო მწერლობის, საეკლესიო ისტორიის პრობლემატიკა და ამიტომაა რომ ბალავარიანის ქართული თარგმანის ტექსტით დაინტერესებული არიან თითქმის ყველა ქვეყანაში, სადაც კი საეკლესიო მწერლობა მეცნიერულად შეისწავლება. და თავისთავად ცხადია, კვლავ აღნიშნავთ, საქართველოშიც მყარი საფუძველი არსებობს უკვე დღეისათვის შექმნილია ბალავარიანის კვლევისა. კვლევაციების შედეგები, ის უეჭველი შედეგები, რაც მყარია, უთუოა, შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს. პირველი,
ბალავარიანი ქართულის ვრცელი რედაქცია, რაზეც საუბრობდით, იმიტომ მოკლეს ვითარება სავსებით გარკვეულია, როგორც ამხეთ ის ვრცელისგან გამოკრებილია საკუთრივ ქართულ ნიადაგზე. აი ეს ვრცელი რედაქცია არის თარგმანი პირველ რიგში. შეიძლება ზოგადად რომ თქვა საკითხის და დასკვნის ასე გამოტანა გულურყვილობაცაც კი ჩანდეს, იმიტომ რომ თარგმანი უნდა იყოს აბარა, მაგრამ რადგანაც ის ტექსტი ბერძნულ ენაზე ამ დროისათვის არ ჩანს და სხვა ენებზეც ნაკლებ გამჭვირვალეა თქვა სომხურზე, სლავურზე და სხვა, ბუნებრივად იბადება კითხვა, ხომ არა ის ქართულად ვედაწერილი. რა თქმა უნდა, ეს ასე არ გახლავთ, ძეგლი თარგმანია, რა ენიდან არის ის თარგმნილი, ესეც მეტნაკლებად დადგენილია, რომ თხზულება ქართულად თარგმნილი უნდა იყოს არაბული ენიდან. როდესაც ფილოლოგიური პრობლემა დაისმის და მას გადაჭრა უნდა მოედევნოს, ხოლო პრობლემა ასე ყალიბდება ესა თუ ის ქართულენოვანი ტექსტი საიდან, რომელი ენიდან მომდინარეობს, ასე დროს არსებობს რამდენიმე საზომი, რამდენიმე არგუმენტი, კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ზოგ შემთხვევაში საკმაო ალბათობით, ზოგ შემთხვევაში კი აბსოლუტური დარწმუნებულობით დგინდება ამა თუ იმ ქართულენოვანი ტექსტის წარმომავლობა. და ძველი ქართული ძეგლების ფილოლოგიური ანალიზი სავსებით უეჭველად ცხადყოფს, რომ თუმცა უდიდესი ნაწილი, რა თქმა უნდა, ბერძნული ენიდან მომდინარეობს, აბსოლუტურად ყველა მათგანი თავისთავად ცხადია ბერძნულიდან თარგმნილი არ გახლავთ. ქართულად შესამჩნევია აშკარად არაბულიდან მომდინარე თარგმანები, ზოგ შემთხვევაში სახეზეა, ყოველ შემთხვევაში ცალკეულ მკვლევართა აზრით სირიულიდან თარგმანები, არის თითქოს გამოთქმული შეხედულებები კოპტურ, ეთიოპურ საეკლესიო ლიტერატურებთან კავშირისა. ჩვენი აზრით ძველ დროში ასევე ხელშესახები უნდა ყოფილიყო ალბანური საეკლესიო მწერლობაც, იმიტომ რომ ეს ძალიან მასშტაბური ლიტერატურა, რომელიც მთლიანობაში დაიკარგა შემდეგში, თავის დროზე არსებობდა და უმჭიდროესი შეხება ჰქონდა მასთან ქართულს და ძნელი იქნებოდა გვეფიქრა, რომ ალბანური საეკლესიო ლიტერატურა საერთოდ აუსახველი დარჩა ქართულ საეკლესიო მწერლობაში. ასევე სომხური ზოგიერთი ძეგლი და სხვა. პირდაპირ რომ ვთქვათ, ძველი ქართული თარგმნელობითი დიაპაზონი წოდებოდა ყველა ქრისტიანულ ენას იმ დროინდელს, მთელ ქრისტიანულ მსოფლიოს და ჩვენ ამაზე წერილობითაც გვაქვს აღნიშნვა, ეს ერთ-ერთ ღირსეულ თავისებურებად უნდა ჩაითვალოს ძველი ქართული მართლმადიდებლური სამწერლობო და ამ შემთხვევაში კონკრეტულად თარგმნელობითი ტრადიციისა. ეს ერთ-ერთი უდიდესი ღირსება, დადასტურება გლობალიზმისა, უფართოესი თვალსაწიერისა, საკუთარ სულიერ ხედვაში მთელი ქრისტიანული მსოფლიოს მოცვისა, რომ არაფერი დარჩეს შეუმჩნეველი, უკონტაქტო, უცნობი საეკლესიო მსოფლიოში, მაშინდელ იმდროინდელ საეკლესიო მსოფლიოში. ამიტომ ეს დიდი ღირსება, ზოგჯერ მცდარად გაიგება, რომელიმე ენიდან როცა არის აშკარად ესა თუ ის ძეგლი შესრულებული, ეს ცალკეულ პირთა მიერ ზოგჯერ ხელოვნურად იჩქმალება, ამაში მაგალითად სომხურიდან არის დაუშვათ რაღაც ძეგლი თარგმნილი. ეს მიჩნეულია ზოგიერთი მკვლევარის აზრით რაღაც დიდუბედურებად, ამას ათასნაირად იჩქმალავენ, რაც არის აშკარა პროვინციალიზმი მეცნიერულობისგან აბსოლუტურად დაცილებული და იმავე ზოგი სამწუხაროდ სომეხი მეცნიერის სულისკვეთების მსგავსი. ეს იქ ძალიან დაფუძნებული გახლავთ ეს პრინციპი, რომ როგორმე მაქსიმალურად მიიჩქმალოს ის ძეგლები, რომლებიც აშკარად ქართულიდანაა სომხურად თარგმნილი. მაგრამ გასაგებია იქ რატომაც ხდება ეს, იმიტომ სომხური ლიტერატურა, საეკლესიო ლიტერატურა უაღრესად ჩაკეტილი გახდათ და ამ ჩაკეტილობამ თავისი დაღი დაასვა მეცნიერულ კვლევასაც ამ ლიტერატურისას აშკარად, მაგრამ როდესაც თვალსაწიერი უფართოესია კვლავ აღნიშნავთ ქართული საეკლესიო ლიტერატურის წარსულისა და მთარგმნელობითი ხედვისა და უმდიდრესი შენაძენები გვაქვს ჩვენ, რა თქმა უნდა, იქ მიჩქმალვა სრულიად შეუძლებელი, არაფრის მიჩქმალვა ჩვენ არ გვჭირდება, უმდიდრესი, უდიდესი, უდიადესი სულიერი კულტურაა დატოვებული უადრესი ეპოქიდან და მიჩქმალვა და რაღაცის შელამაზება მაშინ ხდება, როდესაც ამა თუ იმ ერის კულტურას ადრეც აღნიშნავდი და კვლავ გავიმეორებთ, შელამაზება ჭირდება, როცა რაიმე მოვლენა და რაიმე საგანი თავისთავად არ არის ღირსეული, თავისთავად არ არის დიდი, დიადი, მშვენიერი და გვინდა რომ სხვათა თვალში ასე გამოვაჩინოთ, მაშინ ვალამაზებთ ამა თუ იმ საგანს, მაშინ მოვაპირკეთებთ მას, რომ გარეგნულად სხვათათვის ასეთი წარმოჩნდეს. მაგრამ როდესაც რაიმე მოვლენა, რაიმე სიწმინდე თავისთავად დიადია, მას არავითარი შელამაზება არ ჭირდება და არც დაიფარება, ამაშია საქმე. როდესაც მრავალი არაქართველი მეცნიერის აშკარა ყალბისმხნელობა და ტენდენციურობა გამჟღავნდა, ესე იგი მცდელობდნენ რა იმას, რომ საკუთარი კულტურა უფრო შელამაზებულად წარმოეჩინათ და ქართული დაეკნინებინათ და ეს გამჟღავნდა მსოფლიო მეცნიერების წინაშე, ის რაც ღირსება იყო იმ
გასაგები ალბათ მსმენელისთვის რომელ კულტურებს გულისხმობთ, ამ კულტურებისა ისიც კი უკვე საეჭვო გახდა. როცა ჩვენ რაღაცას ვჩქმალავთ და აუცილებლად ის გარკვეულ მომენტში მაინც გამჟღავნდება სხვათა თვალში და როდესაც ეს გამჟღავნება მოხდება, უკვე რაც ნამდვილად ჩვენია, რაც ნამდვილად ჭეშმარიტია, ისიც კი საეჭვო გახდება სხვათა თვალში. რამდენადაც უკვე საეჭვოობის, არამყარობის განწყობილება იქმნება ყველას წინაშე. ამიტომ არის და ეს საეკლესიო პრინციპი გახლავთ აბსოლუტური ობიექტურობა, როგორც ეკლესიის მამებს ახასიათებდათ სრული მართლის თქმის პრინციპი, ყოველგვარ გარეგან შელამაზებასთან და გარეგან საფრთხესთან, რაც ზოგჯერ ძალიან სერიოზული საფრთხე იყო, აი ამ გარეგან საფრთხესთან მიმართებით სრულიად შეუგუებელი და ანგარიშგაუწეველი. ერთი ნიმუში რომ მოვიტანოთ, მაინც დაუშვათ ამა თუ იმ არაქრისტიანმა მოაზროვნემ რაღაც ღირსეული აზრი თქვა. აი ამ ღირსეული აზრის მოხმობა ზოგჯერ ხდებოდა წყაროზე მითითების გარეშე, იმიტომ რომ ეშინოდათ რომ წყარო თუ დავასახელეთ არაქრისტიანი მოაზროვნე, ვიღაცამ შეიძლება დაგვაბრალოს რომ ჩვენ არ ვართ ჭეშმარიტი ქრისტიანები. მაგრამ ნამდვილად ჭეშმარიტი მამები ვინც იყვნენ, ყოველთვის უთითებდნენ წყაროს და ამბობდნენ რომ ზოგჯერ გაკეთება ჭეშმარიტების მარცვალი იქაც კი, სადაც სარეველაა მოდებული და არაჭეშმარიტების წიაღია. სრული ობიექტურობა, აბსოლუტური მართლის თქმის პრინციპი ეს გახლავთ საეკლესიო მოძღვრების ქვაკუთხედი, საფუძველი, მაცხოვნებელი გზის სათავე და მეცნიერებაშიც იგივე უნდა ვლინდებოდეს აუცილებლად. ამას აღნიშნავთ ამ ფაქტთან დაკავშირებითაც, რომ რომელი ძეგლი, რომელი ენისგანაა თარგმნილი, რომელ ქვეყანასთან რა კულტურული კავშირი გვაკავშირებს, თუ რაიმე ღირსეული ჩვენთვის გაუკეთებია რომელიმე ერს და რაიმე ფასეული მოვლენა ჩვენი კულტურისადმი სხვათაგან გამოვლენილა, ეს ყოველივე აუცილებლად მისხალ უნდა იქნეს აღნოსხული, დაუნჯებული და მადლიერების გამომხატველ მოქმედებაზე აუცილებლად მადლიერება გამოხატული, ხოლო იქ სადაც პაექრობაა საჭირო და საკუთარი მართლმადიდებლური ტრადიციის დაცვის აუცილებლობა, ასევე აბსოლუტური ობიექტურობა თავისთავად ცხადია. ეს სამოღვაწეო პრინციპი ღვთისმადლით ქართულ მეცნიერებაში მართლაც მწვერვალზეა, ჩვენ მხოლოდ ზოგიერთ უმნიშვნელო გამონაკლისს გულისხმობთ, სადაც ამ შემთხვევაში კონკრეტულად სომხურიდან თარგმნილ ძეგლებს ეხებოდა საკითხი. ზოგჯერ ეს იჩქმალება იმის შიშით, რომ ამის მთქმელს რაიმე არაეროვნული არ დაბრალდეს, არმენოფილობა არ დაბრალდეს და სხვა. ეს ყოველივე სასაცილოა, ღიმილის მომგვრელია. ფაქტი ისაა, რომ ძველ ქართულად თარგმანები არსებობდა, კვლავ აღნიშნავთ, არსებითად და უდიდესი ნაწილი ბერძნული ენიდან თან არაერთგზისი, მრავალგზისი გადამოწმებებით, მაგრამ მის გვერდით თავისთავად ცხადია, შესამჩნევია და გამოკვეთილია სომხურიდან თარგმნილი ძეგლებით და ამ ძეგლების უდიდესი ნაწილი არის იმ ეპოქისა, როდესაც სომხებიც განდგომილნი არ იყვნენ ჯერ კიდევ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, იმ სულისკვეთებით ნაკარნახები ძეგლების ტრადიცია ზოგიერთი მოგვიანებითაც ითარგმნა, მაგრამ ითარგმნა დიდი განმრჩეველობისა და მრავალგზისი შემოწმებების შემდეგ, როგორც ამას გვიდასტურებს თუნდაც შატვერდის კრებულის, სახელგანთული კრებულის ბოლო ძეგლი, რომელიც ერთ-ერთი მთარგმნელის მე-10 საუკუნის დამდეგის თარგმნელის დაჩის მიერ სომხურიდან იქნა შესრულებული, მაგრამ შემოწმება გავლილი სტეფანე მტვევრისგან და სხვა. და აი ამ თარგმანთა შორის, ესე იგი სხვაენოვან თარგმანთა შორის არაბერძნულ თარგმანთა შორის ერთ-ერთი გამოკვეთილი აგრეთვე არაბული ენაც. არაბულიდან ქართულად საკმაო რაოდენობის ძეგლებია თარგმნილი, ეს ჯერ კიდევ ნიკომარმა წარმოაჩინა საკმაოდ დასაბუთებულად, შემდგომ აი ეს მიმართულება ქართული ფილოლოგიისა კიდევ უფრო გამოიკვეთა გვიანდელ მკვლევარებთან, განსაკუთრებით ბატონ ილია აბულაძესთან, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, ქალბატონ რუსუდან გვარამიასთან და ზოგიერთი დაკვირვებანი ამ კუთხით ძველ ტექსტებზე მომუშავე თითქმის ყველა მკვლევრის გამოკვლევაში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ. ასე რომ არაბულიდან მომდინარე ტექსტების ჯგუფი საკმაოდ ხელშესახებია და მეცნიერულადაც დღეისათვის დამუშავებული. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ სწორედ ბალავარიანი. ჩვენ დროებით აქ შევჩერდებით, შემდგომ საუბარში ამავე საკითხზე განვაგრძობთ მსჯელობას. გმადლობთ ყურადღებისათვის.